თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლევან იზორიამ პროკურატურაში ეგრეთ წოდებული ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით შეიტყო. იზორია გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხზე მიუთითებს და აცხადებს, რომ გიორგი გახარიას უსაფრთხოების საბჭო უნდა გამოეყენებინა. მანამდე გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიპაია გამოიკითხა. მისი თქმით, როდესაც ჩორჩანასთან საგუშაგოები აღიმართა, თავდაცვის ძალები ინფორმირებულები არ იყვნენ. საკითხის შესახებ კი თავად შემდგომ დღეს გაიგო. გახარია საქართველოსთვის წევრის გიორგი ჭანტურიას განცხადებით, ხელისუფლება ჩორჩანას საქმის გამოძიებით საქართველოს ტერიტორიებს რუსულ მხარეს აბარებს. პარტიაში ფიქრობენ, რომ ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ საქმეები კიდევ აღიძრება, რადგან ხელისუფლების მიზანი გიორგი გახარიას პოლიტიკური განეიტრალებაა. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებები გახარიასთან მიმართებაში ურთიერთგამომრიცხავია და ეს პროცესები ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. განსხვავებულად ფიქრობენ ქართულ ოცნებაში. არჩილ კორდულაძის განცხადებით, გიორგი გახარიას ჩორჩანას საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება, რომელსაც გაურბის. ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმასთან დაკავშირებით, ვიყავი თუ არა ინფორმირებული ეგრეთ წოდებულ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. ჩემი პასუხი იყო, რომ ამაზე მე ინფორმაცია არ გამაჩნდა. მე როგორც თავდაცვის მინისტრი მხოლოდ ერთი კვირა ვიყავი პოზიციაზე. ამ საგუშაოს განთავსებიდან რაღაც რამდენიმე დღეში უკვე მე აღარ გახდით თავდაცვის მინისტრი. შესაბამისად, რაღაც კომუნიკაცია დაზუსტების საშუალება ბუნებრივია არ მექნებოდა. საზღვართან სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო იდგმებოდა ისე, რომ არც უსმა, არც პრემიერმა არავინ არაფერი არ იცოდა. გიორგი გახარიამ ეს მოიგდო ეს მხარზე, ეს რა ქვია და წაიღო და იქ ჩადგა საგუშაგო თავიანთი ხელით. ეხლა სუსის ანგარიში რო ნახოთ 2019 წლის სუსის ანგარიში რო ნახოთ, სუსის ანგარიში კარგად არის აღწერილი ეს პროცესები საერთოდ და ძალიან სამწუხარო არის კიდე იცით. ეს ადამიანები, რომლის გამოკითხვაზე დადიან, ამ ადამიანებს მე მგონი გააზრებული არ აქვს, საერთოდ რაში არიან ჩართული რა, იმიტომ რომ ჩორჩანას кейსი არის кейსი, სადაც ეგრეთ წოდებული კომისიის დახმარებით ირაკლი ყობახიძე დღეს ქართულ ტერიტორიებს რუსებს აბარებს პირდაპირ მნიშვნელობით. გახარემ რაც განაცხადა, ანუ ერთადერთი რაღაცაა, რაც შეიძლება ითქვას, რომ ამ კაცის ბიოგრაფიაში თუ რამე შეიძლება იყოს ახსნადი და ასე ვთქვათ, გამართლებული არის, სწორედ რომ ეს ეპიზოდი რის გამოც დაიწყეს, ასე ვთქვათ, მის წინააღმდეგ ბრძოლა ამ შემთხვევაში ამ გამოძიება ივანიშვილის დავალებით. თუმცა ხა მე პირდაპირ გეტყვით, რომ თავარი ხა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ადამიანების პროპაგანდა და რეალობა, ხო, რომელიც იყო თუ არ იყო, არ ვიცი, ხა თვითონ უნდა გასცენ პასუხი. ერთი მხრივ ვიძახიან, რომ გოჯი ქართული მიწა დაგვარგოსო, მეორე მხრივ ვიძახიან, რომ მილიონი კვადრატული მიწა დაკარგა ჩვენმა მინისტრმა. გიორგი გახარია არეულია თავისავე ნათქვამებში, გაქცეულია ქვეყნიდან და გაურბის ყველანაირ პასუხისმგებლობას, არა დაამბობს, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვიყავიო, მაგრამ მოდი დაიღოს მაშინ ამ ადამიანმა პასუხისმგებლობა იმ მილიონ კვადრატული მეტრის დაკარგვაზე, რომელიც ისევ და ისევ მისი გამოისობით მოხდა. ეს არის შემთხვევა, როდესაც 2008 წლის შემდეგ და ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის დროს პირველად დაიკარგა ტერიტორიები, ამაში ბრალი მიუძღვის ბატონ გიორგი გახარიას, რომელსაც რა თქმა უნდა პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდა. ის არის პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე, რომელმაც გამოიწვია მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვა. დროებით, მაგრამ დაკარგვა. დარწმუნებულია, რომ ყველა ეს დეტალი იქნება შესწავლილი და შესაბამისად მიენიჭება შემდეგ კვალიფიკაცია. თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვია ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. ზვია ცეცხლაძეს და მასთან ერთად დაკავებულ ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, კერძოდ პროკურატურას ერთი მოწმე გამომძიებელი ლევან ბასილიძე ჰყავდა წარმოდგენილი, რომელმაც ამოღებული ვიდეო მასალის დათვალიერება ჩაატარა. ბრალდებულებიდან 5 ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 8 თვეა უკვე იძიებენ, ვერაფერს ვერ იძიებენ. ველოდები სხვათა შორის იმ გამომძიებელს, ვინც ჩვენთან სახლში იყო თორნიკეს წაყვანის დროს. ვიცით ჩვენ, რომ ამ ბიჭებს
ამ ყველას გოგუებსაც მათ შორის და ქალებსაც მიუსჯიან. ტურნიკესთან ვიყავი მოკლე პაემაზე, დარწმუნებულები არიან, რომ ეს აუცილებლად დასრულდება და ისინი იმდეხან არ იქნებიან ციხეში, რამდენიც იქნება სასჯელი. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციას კვლავ განსხვავებული პოზიცია აქვს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გაერთიანებული ძალებით გეგმავს პარტია ლელო ძლიერი საქართველოსთვის და გახარია საქართველოსთვის. გახარია საქართველოსთვის წევრის გიორგი ჭანტურიას განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებზე მისი პარტია ლელოსთან საერთო ღირებულებებმა გააერთიანა. ისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ორი პარტია ერთმანეთის კონკურენტი არ იქნება და საერთო მიზნისთვის იბრძოლებს. პარტიაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციურმა ძალებმა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ და არჩევნებში მონაწილეობის პოლიტიკური მექანიზმი ქართული ოცნებისთვის ძალაუფლების ნაწილობრივი ჩამორთმევისთვის გამოიყენონ. ოპოზიციის ნაწილი კი ისევ ბოიკოტში რჩება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ფავლენიშვილი არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებს და მასში მონაწილეობას გამორიცხავს. ქართული ოცნება ოპოზიციის ნაბიჯებს აკრიტიკებს და მას არჩევნებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ის პოლიტიკური მექანიზმი ერთ-ერთი რა თქმა უნდა, რომელსაც ქვია არჩევნები, არის აუცილებლად ჩემის ხმარწმენითაც გამოსაყენებელი, ვინაიდან და რადგანაც არჩევნებზე, რომელიც გველის, არ უნდა დავტოვოთ ქართული ოცნება მარტო. ქვეყანაში აღარ ტარდება არჩევნები, არის სპეცოპერაციები, ამიტომ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ და ვინც მიიღებს მონაწილეობას, იქნება სისტემურ ოპოზიციას, რომელიც დაეხმარება დემოკრატიული პროცესების იმიტაციაში დიქტატურულ ძალას, ივანიშვილის ბანდის სახით და მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაც გახლავთ, წინააღმდეგობა შესუსტება. ანუ ის რაც თავარ დაბყოლებას უქმნის რეჟიმს, რაც იწვევს შიდა დაპირისპირებებს, შიდა რყევებს, საერთაშორისო ზეწოლას, რაც არის ეფექტური ერთადერთი გზა მსგავსი ტიპის რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლოდ, აი ამ ბრძოლას დაანებებს თავს პოლიტიკური აქტორი. გიფთეეთი ამ ხალხს რას უბრძანებს? ნაწილს უბრძანებს წადით და მიიღეთ მონაწილეობა, მეორე ნაწილს უბრძანებს, მოდი არ მიიღოთ მონაწილეობა, ამაზე ჩვენ გეგმებს ვერ ავარდით და არც ავარდით. ვისაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, გაზომოს თავის რეიტინგი, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ. ქართული ხალხი არის ერთადერთი უფლებამოსილი ძალა საქართველოში დააკომპლექტოს ნებისმიერი დონის ხელისუფლება, ადგილობრივიც და ცენტრალურიც. ჩვეულებრივი შოუ და მასკარადია კოლექტიურ ნაცმოძრაობაში ეგრეთ წოდებულ ოთხბარიან გადალახულ პარტიაში დაპირისპირება. ეს არის კარგი მცდელობა იმისა, რომ ძველმა ნაცებმა და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, 5 ნომრებმა და 4 ნომრებმა, 9 და 25 ნომრები გარესხონ და ჩამოაშორონ ნაცობა, ამით ცდილობენ, რომ გაზარდონ მეორე ფლანგის, ნაციონალური მოძრაობის მეორე ფლანგის მხარდაჭერთა რაოდენობა, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვათ. ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნებისთვის საქართველოს ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ქვეყანას ევროპულ სიკეთეებს დააკარგინებს. პარალელურად პარტია გახარია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ევროპის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს არც ახლა შეასრულებს. ქართული ოცნება ევრორეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკომისიის მიერ წაყენებული პირობები ვიზა ლიბერალიზაციასთან არავითარ კავშირშია და პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენება. ქართული ოცნების დეპუტატის არჩილ გორდულაძის თქმით, გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ კანონების გაუქმება ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მათ კი მოგწერეს 31 აგვისტომდე ელოდებიან პასუხს, რომელიც არის აბსოლუტურად მაშანტაჟირებელი, რაზედაც მე უკვე ვისაუბრე. და ეს დედლაინის სპეციალურად არის შემოგდებული, რომ არჩევნების წინ ფონი შექმნან იქნებ რაღაცა დესტაბილიზაცია მოაწყონ მანამდე საქართველოში. ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თქვენ ამაში დაწვევთ. როდესაც კონკრეტული ქვეყნები დაიწყებენ ამაზე მსჯელობას და გადაწყვეტილების მიღებას, მე მინდა ვიქონიო იმედი, რომ ამ კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებები უფრო მეტ არგუმენტაციას მოითხოვენ. გათავისუფლდნენ მაგალითად დაპატიმრებული ადამიანები, დაკავებული ადამიანები. ერთ-ერთი საკითხი არის, ანუ ჩვენ გვეუბნებიან, რომ კანონის უზენაესობაზე ხელი ავიღოთ საერთოდ და კანონი ჩვენს ქვეყანაში არ კანონებდეს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ღირებულებებზე უარი ვთქვათ. ეს ღირებულებები არის ჩვენი ქართული იდენტობის ამსახველი, ამავდროულად ჩვენ გვაქვს გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ისე და ისე ჩვენი უსაფრთხოებისთვის და სუვერენიტეტისთვის არის მნიშვნელოვანი და მეორე მხარეს გვაქვს მოცემულობა ადამიანები
იყვნენ თუ არა რიგში რამდენიმე დღის განმავლობაში იმისათვის რომ იმოგზაურონ ევროკავშირში. თუ ევროპასთან ურთიერთობა არ გინდა, თუ ევროპაში არ ხარ, მაშინ ყველა სიკეთეზე უარი გეთქმება. ეხლა იმიტომ გქონდა ეს სიკეთეები, რომ ევროპის ნაწილად დაგვიქონდნენ და თუ არ ვიქნებით ევროპის ნაწილი, აღარ გვექნება ეს სიკეთეები. ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი. რამდენჯერაც ვიზაური ლიბერალიზაციის თემას ვახსენებთ, იმდენჯერ უნდა ვახსენებთ, რომ რეალურად ქართულ ხალხს ეს სანქციები თავად ოცნება უნდა დაადო. ეხლა რაც შეეხება რეკომენდაციებს. ამ რეკომენდაციებს ოცნება რა თქმა უნდა არ გაითვალისწინებს. ეს ჩანდა პირველივე წამებიდან, როცა ოცნებას საერთოდ სურვილიც კი არ გამოუთქვია, რომ ამ რეკომენდაციების გათვალისწინება კი არა, დიალოგი გაიხსნა უბრალოდ და ესაუბრა ხალხთან, ესაუბრა ევროკავშირთან, რომ ყველას კი არა, რაღაცებს მაინც შევასრულებთ რა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ფონდის პროგნოზით საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე წელს 7.2%-ით გაიზრდება. აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში IMF-ი 6%-იან ზრდას ელოდა. ფონდის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველომ რიგი მიმართულებით ეკონომიკური სარგებელი ნახა და ეკონომიკის ზრდამ 9%-იან მაჩვენებელს გადააჭარბა. სავალუტო ფონდის პროგნოზით რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ საქართველო დაკარგავს ეკონომიკური სარგებლის ნაწილსაც. IMF-ი მოელის, რომ ეკონომიკური ზრდა ეტაპობრივად შენელდება და 5%-იან ნიშნულს დაუბრუნდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქურთობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 1990 წელს დაბადებული მბ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო მისეკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა სითვალისწინებს. ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ინდიგო საქართველოში ახალ მიმართულებებს ამატებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან მუმბაიდან შეასრულებს. უწყების განმარტებითვე მუმბაი-თბილისი მუმბაის საჰაერო ხაზზე ფრენების დაწყება 2 აგვისტოდან იგეგმება. რეგულარული ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე კვირაში 3 სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.